კუთხევარი აქ ქუჩის კუთხევარი იმიტომ რომ დღეს ჩვენს ქუჩაზე აგერ ეკლესია შენდება ნახხედავთ აქ ყველანი და ეგერ შენდება ვარვისე რაღაც აშენებენ იეღოველის სახს აშენებენ რაღაცა ეს კერძულად ვარ ეს ჩვენი საქმე არის მაგრამ პრინციპში ეს ხა დაუდგა ჩვენს მასწავლებლობას დღეს ძლივს იქნა რომ ახალგაზრდა მობრუნდა მართლადაც საკენ და დღეს მოდის რაღაც ახალი ტალღა რომელიც ამას ალბათ უკვე უკან დასწევს აი ეს არ გვინდა ჩვენ ფიზიკურად ჩვენ არავის არ ვერჯით პიროვნებად ჩვენ არავის არ ვერჯით წერილით გავაგზავნით დაწყებული ნუ როგორ კიდე არც მინდა იმის წერება მაგრამ პრეზიდენტი დაწყებული გავათათ ყველა იმას საფეხურს ამაგვივლით ნუ მე არ ვიცი მე რა ესენი აქ არ იქნებიან ეს არის ფაქტი ხელმოწერები მოგროვდა 1000 მეტი ხელმოწერა და უცხოეთდება. ძალიან ცუდი ამბავი მოყვება ამას ახალგაზრდები არიან ურთიერთშეხლა შემოხლახება იქნება გაუცილებლად ჩხუბის და დავით არაბის თავი აღარ აქვს ჩვენა. მით უმეტეს აგვისტოს მოვლენები რომ იყო მაშინ არც ერთი არ ყოფილა იქ არც ერთი არ მდგარა. ყველა ქართველი იყო მაგრამ იეღოველი რომ ქვია ის არც ერთი არ ყოფილა და არც ერთ არ მიუღია მონაწილეობა. რას აშენებს მე უთხარი რომ მივეთი ასეთი კითხვა ჩვენ სამეფოს ვაშენებთ. თავდაპირველად ვერ გავიგე რას აკეთებდნენ მაგრამ მე რომ მითხრეს გავიგე და ძალიანაც მეწყინა. მე იქ ვერ ცხოვრობ აი 200 მეტრი არ იქნება. ჩვენ ხელისუფლებას მიუმართეთ ხელისუფლებას და ხელისუფლებამ გითხრა 1-2 დღე ვაჩალეთო იულის სანდვიჩი ვექნება საუბარი და ის ყველაფერში გაგვარკვევსო მაგრამ როგორც ასეთი შეიძლება მე არავისთან მე არ შემიძლია ვინმე უთხრა რომ გინდა თუ რა შენიყო ქრისტიანი გინდა თუ რა შენიყო ყველას თავისი სარწმუნოება აქვს ხო კი ჩვენ ამას არ ვიძახით მაგრამ როგორც ასეთი ამათი შემოფარგლება ეკლესია აგერ არის ძალიან ახლოს და ამათი შემოფარგლება აქ და ასე ახლოს ამისი გაკეთება არ მიმაჩნია მიზან შეწონება 4000-ზე მეტიც იქნება ხელმოწერა როდესაც ხალხი წინააღმდეგია მაშინ მე ვფიქრობ რომ ხალხი ძალაა და აი ამ ძალას უნდა უპასუხონ დადებითად მე ასე მგონი ნახოთ აბა როგორ ყველი ვაშენის ყველაფერს თუ ხდება აშენდება თუ არ ხდება არ აშენდება აი ღვთისმსწავლები უპასუხო ყველაფერი ხვის ხელშია ყველაფერი აბსოლუტური ნახოთ როგორ იქნება აი ეს რაც ხდება ეს რომ აი ეს რაც არის და რა გაჭირვებაზეც არის საუბარი მე ვფიქრობ რომ ჩვენი ბრალი არის პირველ რიგში რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი სარწმუნება ესეთი ხალხი აღმოცენდა და ესეთ მიმდინარეობას მიეცა დასაბანი უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები და გავძლიერდეთ ლოცვაში მარხვაში ღვთის სიყვარულში და ეს არის ჩემი იზრდაფია აზრი თუ გაინტერესებდა ვერაფერს ვერ მოგახსენებ. ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, როგორც საჭიროა. მე ვიტყოდი, რომ ამ საქმეში მოვიკოჭრებთ დღესდღეობით და ამის ბრალია ეს მეტი არაფერი. ესაა ჩვენი ოფისი. იეჰოვას მოწვევის ოფისია ეს. რაც კითხე რა ვიღატებს ბაჩუსა და იმას ისინი გეტყვიან ოქროს. მე ამაზე იმდენი ინფორმაცია არ მაქვს, ოქრო ვაწვევ ინფორმაცია. მაგრამ ხალხი რა წინააღმდეგია ეს იცით? ვიცით. და ისინი მოაგვარებენ მაგას საქმეს. არა, მე მოაგვარებენ. ისინი მოვლენ ბაჩუგი და ისინი და მოაგვარებენ საქმეს. ვისთან მოაგვარებენ ადვოკატები? მოაგვარებენ აბა თავრობასთან. ხო მოვა ხალხი. არიან ჩვენ ყავს ადვოკატები რაღაცა და მოაგვარებენ საქმეს. მოვლენ. მამაკი.